ჩემო ჯიგრებო, ეს დეგუსტაცია, ექსპერტიზა ორტონას ჩაუტაროთ რა. ეხლა გამოვიძახე რაღაცეები, გავაკეთოთ განფუთვა. ჩვენ ქართულად ვისაუბროთ, განფუთვა და ნახოთ აბა ერთი. რა არის, როგორ არის? ძვირია, იაფია, გემრიელია, არ არის გემრიელი. შევხედოთ რა. აბა, დავიწყოთ ეხლა განფუთვა. პირველი რაღაცა შეფუთვა მომეწონა იმ კარდონის იმაში, ახალში არის, კარგია ეს. და ეს ჩვენი ხაჭაპური. ორი ხაჭაპური გამოვიწერეთ. ხაჭაპური ღირს 15 ლარი, ერთი ცალი. და ნახოთ აბა ერთი რა არის, როგორ არის, გადავდოთ ეს 5 გვერდზე. ეს მეორე ცხლად იყო შევინახოთ ჯერჯერობით. იმიტომ რომ ერთ ცალზე მეტის მჭამელი მე არა ვარ. და გამოვიწერეთ კიდე კაბაბი. ესეც კაბაბი. მეორე კაბაბის შემჭმელიც არ ვარ, ეს ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია. ასე რომ შეგვიძლია მეორე კაბაბიც გადავდოთ ჯერჯერობით ერთზე. ხო, რა საინტერესოც არ უნდა იყოს, კაბაბს არ მოყვა თავისი, ესე იგი ის რა ქვია, საწებელი და საწებლის ყიდვა ცალკე მოგვიწია 3.50 ღირდა და ნივრიანი პურებით შევიძინეთ. ესეც ეს ღირდა 5 ლარი. მოკლედ, ორ ხაჭაპურში, ორი ქათმის კაბაბში, ნივრიან პურში და საწებელში გადავიხადეთ 60 ლარი. ანუ 15 ლარი ღირდა ხაჭაპური, კაბაბი ქათმის 14 ნახევარი, 5 ეს ღირდა და 3 ნახევარი ღირდა, ესე იგი ეს ჩვენი საწებელი, რომელიც რაღაც არ შეფუთვა მომწონს. მე და მაინც მოგითხათ მომწონს, მეთქი არ მომწონს. კარგი. აბა ეხლა შევუდგეთ დეგუსტაციას. ესე იგი პირველი ძალიან მაგარი მინუსი რა. წინაზე იმ ლოს ამიგოსის რო გავაკეთეთ დეგუსტაცია, ცუდი სალფეტკი მოყვა. უბრალოდ ეს ხელსაყრელში და ეხლა საერთოდ არ მოყვა რა ხელსაყრელში 68 ლარში შენ დალოცვილი ერთი ცალი, სამი ცალი, რაღაცა ის 50 თეთრიანი რო არის პაჭკა. იმისი 5 ცალი მაინც ჩაოდე რა, არ გწვენია. ეს მინუსი კაცი რო შეჭამს, ხელი რო იმას ეკნას, გაიმშრალოს რაღაცით პირი მოიწმინდოს რა. კარგი, ეხლა მოდი მივყვეთ და დავიწყოთ დაგემოვნება. მოდი ნახოთ ხაჭაპური. ჯაპური ნახოთ ეთი აბა. ვერ მოიხიბლენ ნამდვილად ხაჭაპურით. მე გამისინჯია ხოლმე ეს მისი რა ქვია ზოგიერთი სხვა რესტორნის ხაჭაპური და მოტანილი მათ შორის რა ადგილზე არ მომგო. ცომზეც ვერ იტყვი რაღაცა ზემოდან აი სულ გამოფშიკინებული რაღაცა გამომშრალივითაა ეს ცომი. სულგუნი შიგნით რაოდენობით სულგუნი სავსეა. კი ბატონო, არ არის ცოტა, მაგრამ ამ სულგუნსაც რაღაცა ესეთი გემო დაყვება რა. საშუალოზე დაბალი ხარისხის სულგუნები როა ისეთი. მოკლედ აი გავსინჯე შევჭამე მეორე ნახევრის ჭამის სურვილი გითხრათ ვაიმე გამიჩნდა და ამ დროს მიყვარს ეს შამპურზე მაგარია რა მაგრამ არა ნამდვილად არა ხაჭაპური ჭკა ხაბა გავხსნათ ეს თავში არ მომეწონა არ შეფუთვა არც ზომა, მოდი აი მაინც გავხსნათ ეხლა ჩვენ ეს რა. წარმოიდგინეთ, კაბაბს არ მოყვება საერთოდ საწებელი. რაღაცა პატარა საწებელი რომ მოაყოლონ, მით უმეტეს ეხლა ამათ მარ თქვა რომ იმითი რა ქვია, ხარის გულა, პამიდურის იმისგან აკეთებენ ამ საწებელს, ხო? არის ტომატისგან გაკეთებული, რაღაცა ისა რა ქვია 20 გრამი 30, 4 ლარი. ეხლა გავსინჯავ პატარას რა. მოდი გავხსნათ აბა ერთი გავჭრათ ერთი კაბაბიც. კაბაბი ესე არ გეტყვით, მაგრამ პურიც თვითონ ეს ლავაში რაში ჩეხურულია. აი ნახეთ, იმტრევა ძალიან. რატო? იმიტომ რომ ეთყობა არ არის თვალად ახალი ეს ლავაშიც, მაგრამ მოდი გავსინჯოთ რომ არ თქვა მე რომ რაღაცა დაგვწამეს ცილი რამე აქეთ-იქით. ოდნავი საწებელი, ნახოთ ერთი.
ამ საწებელს კარგი ის ვერ უქენიეს მაინდა მაინც წიწაკა მაინც ეკნათ ცოტა რაღაცა კლათ იმის გემო აქვს რა ქვია ტომატ პასტის ერთი ნახო აპა აია შიგ თავსიც ვერა ნამდვილად არ მომეწონა ესეც საშუალოზე დაბალი მოდი ცოტა აგერ ცოტა ქართული ვაშკაცური ოქროს ჭაჭა ჩაუფინოთ ცოტა ჩაწმინდოს თვარა ამეტანი რაღაც ცუდი გემოები დაგიტრიალდა პირში კაი არა 1 2 3 წამი 4 წამი დაველოდოთ ხო იცი ამას ცოტა მადაზე მოყავს და იქნება რაღაც გემო დავიჭირო ჯერ ვერ დავიჭირე ვერაფერი ისეთი რა კარგი რო თქვა ვერ დავიჭირე რა უგლებო წავალ მეორე ცდაზე იქნება და ჭაჭამ გაჭრას და რამე გემოები გამოუშვა სამანმა რა ეჭება არა სტილობ რაღაც პოზიტივი უნახო მაგრამ ვერ ნახე კარგი მოკლედ ეს ჩვენი კაბაბუნა ეს ჩვენი ხაჭაპური ესეც კაბაბუნა ამის ბოლომდე მჭამელი მე ნამდვილად არა ვარ ნამდვილად კაბაბი ისე მიყვარს რომ თორცალს ნამდვილად ვჭამა რა ამას აი ესე რა თუ უბრალოდ დაგანაყრა რა თორე არაფერი რაღაც სიამოვნების მომენტი რაღაცა გემოების შეგრძნება რაღაცა 0 რა 0 სამწუხაროდ აბა მოდი ერთი პურის იმედად გადავრჩი პურის იქნება ამას რაცხა გამოვიდეს იქნება რა შეყვიდი ვიძია ფულს რა ხაჭაპური და რა კაბაბი პური ჯობია ყველაზე იაფი რაც გირდა ყველაზე გემრიელი აღმოჩნდა რა მოკლედ პური გემრიელია მართლა რა უნდა მოსულიყო კაბაბზე უფრო მეტი აი არომატები გემოთან რაღაც დატოვა პულმა სასწაული რა მოკლედ შეიძლება ითქვას რა რომ ნამდვილად ისე კი რამდენი დეგუსტაცია არ გამიკეთებია რატომღაც დღეს აი ახლა რასაც მე ვსინჯავ ყველაზე ჯერჯერობით ცუდია ეს რა ცუდია ჩემი შეხედულებით ჩემი ზოგმა იცის ვაი მე ესე კი არა ისე მე ვამბობ ჩემ შეხედულებას და არ დაიწყონ ხოლმე რა ჭიჭინი ბევრმა და ის ფათაშორი ჩემ შეხედულებას ბევრი ეთანხმება ხოლმე რა იმიტომ კი არა რომ მე რაღაც სხვასაც აქვს რა პირში გემო და ხვდება რა არის კარგი და რა არის ცუდი რა და ძალიან ბევრი ხვდება ამას რა დღესდღეობით ეს ვითარებაა ნამდვილად ამ ამბავში მოდი ახლა აი შევაფასოთ რა ფასი რო თქვათ ახლა იაფი არ არის იმიტომ რომ თვითონ ხაჭაპურის პატარაა საკმაოდ არც კაბაბი არ იყო დიდი და ნუ ხაჭაპური ყველი იყო ყველი სავსე იყო რაც იყო ნამდვილად მაგრამ გემო ყველისაც აი დაბალი ხარისხის იყო ეს სულგუნი და არც ცომნი არ მომეწონა სიმართლე რომ გითხრა რაც შეეხება კაბაბის თვითონ ცოტა ლავაშიც მოძველებული არის ახლა ისე თლათ არა რომ დაძრე მაგრამ არ არის ახალი ლავაში და ახლა როცა შენ ყიდი რაღაცას და კაცთან მიგავდა 15 ლარს ახდევინებ თან კაცმის კაბაბში ნუ ლავაში ცოტა უკეთესი უნდა იყოს ლავაშიც არ არის რაც უნდა იყოს შიგ თავსიც აი თითქოს აი რაღაცა როგორ იცი რა გითხრათ რა აი სასადილოში რო იყო ეს რაღაცა ესეთი ოფში ვარიანტი უბრალოდ მაპატიეთან ოკუპანტის სიტყვას რაც საერთო სასადილოების ვარიანტი აი რაღაცა კიდევ ერთხელ დასანაყრებელი და არა სარესტორნე და რო რაღაცა ისე ამოვნო რა შიგ თავსიც ეს არ მომეწონა ნუ ამას საერთოდ ლაპარაკობ საზიზღრობა რა ან მიყვარს ხოლმე საზიზღრობა ან სავლარ ნახევარი ერთადერთი რაღაც ნათელი წერტილი, ხო, ამაზე კაი პურებიც არსებობს, ნივრიანი ბევრი ნათელი წერტილი, შეიძლება ნუ აი ამ პურში დავინახოთ რა. ასე რომ ჩემი შეფასებით 10 ქულიანი აი იმითი, აი როგორ იცი, აი დათოღრიანი არ მინდა, ძველებური 5-იანიდან შევაფასებდი, აი 3-იანი მინუსით და აი 10 ქულიანიდან 5-იანი მინუსით რა, ბალიდან რა 5-იანი მინუსით, აი ძალიან ესე სხვა შეხედულება მქონდა რატომღაც არ არის ნამდვილად ისეთი როგორიც უნდა იყოს. და ბოლოს მაინც ამ ყველაფერს რა ვიცი ანეიტრალებს ხოლმე AB გლუკოზა და ერთი კიდევ
ჩავფინოთ აპიგლუკოზა. ეს კი ძალიან კაია. აფთოს მარნის ოქროს ჭაჭა და მერთმა გაგიმარჯოთ. გაიხარეთ ჩემო საყვარლებო. დაწერეთ რა რეცეპტები გაინტერესებთ, რომელი ესე იგი მისი რესტორნის ჩავატაროთ დეგუსტაცია, ექსპერტიზა, განვიხილოთ და აღერვარ მზათავარ და რა თქვა ვარია. არ დაივიწყოთ კომენტარები, არ დაივიწყოთ მოწონება, არ დაივიწყოთ გამოწერა და აგერავარ მე თქვენთან და ხმალი თქვენ და კისერი კიდე ჩემო საყვარლებო. გაგიმარჯოთ, იხარეთ და იბედნიერეთ.